გამარჯობა, ეს არის უნი პოდკასტი, მე ვარ მარიამი. უნი პოდკასტი სულ მალე იწყებს ახალი წევრების მიღებას და თვალე ადევნებთ სოციალურ არხებს. გადავიდეთ ჩვენ დღევანდელ ეპიზოდზე. დღეს ჩვენი სტუმარია სტარტაპერი სტუდენტი ოფელია. გაგვაცანი შენი სტარტაპი, რასთან არის დაკავშირებული შენი დღიური და გვესაუბრე შენზეც, რა თქმა უნდა, როგორც ვიცი, ხარ იგლეს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ამ თემით დაინტერესდით. ჩემი ძირითადი საქმიანობა არის პატარა სტარტაპი, რომელიც ეხება ფინანსურ წიგნიერებას და მისი კონკრეტული ძირითადი პროდუქტი არის ფინანსური წიგნიერების დღიური, კონკრეტულად მოზარდებისთვის, რომელიც შინაარსობრივად ასწავლის იმ ფუნდამენტურ ტექნიკებს და ჩვევებს, რომლებიც ეხება ფინანსურ წიგნიერებას და იწყება კონკრეტული მიზნების დასახვიდან და მთავრდება თუ როგორ შეუძლიათ შემოსავლების, ასე ვთქვათ, გენერირება ახალგაზრდობიდან. შენი აზრით რა არის ახალგაზრდებში ყველაზე რთული ფინანსებთან მიმართებაში, ანუ ფინანსების მოპოვება თუ მერე მაგათი განკარგვა? ესე ზოგადად რო შევაფასოთ, ორივე რა თქმა უნდა რთულია. იმიტომ რომ შემოსავლების მოპოვება დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს, იმიტომ რომ გჭირდება სწავლა, მუშაობა, სტაჟირება და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც უკვე გვაქვს ჩვენი შემოსავალი, უკვე იწყება ბრძოლა საკუთარ თავთან და ხშირად გვეკარგება კონტროლი ჩვენ შემოსავალზე და ამ დროს ხდება ფულის გაფლანგვა სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ფუფუნების საგნებში, როგორც არის მაგალითად კაფე რესტორნები, ან ტრენდული რაღაც ნივთების ყიდვა და ასე შემდეგ. ამიტომ ჩემი აზრით ფულის მართვა უფრო რთულია და უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თვითონ შემოსავლის გენერირება. როგორ გაჩნდა დღიური შექმნის იდეა? ანუ დიდი ხანი ფიქრობდი, რომ გინდოდა შეგექმნა რაიმე მსგავსი დღიური თუ უბრალოდ მოგივიდა აზრი და დაიწყა ქმედება? ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ რაღაც კონკრეტული პრობლემა უნდა გადაგვეჭრა ამ ჩვენი პროდუქტით. და საქართველოში საკმაოდ ესეთი მწვავედ გაზის პრობლემა, რომ ფინანსურ წიგნიერებაზე იწყებენ ფიქს, როდესაც კონკრეტული პრობლემა უკვე არსებობს და არავინ ასწავლის ახალგაზრდებს და მით უმეტეს მოზარდებს სკოლის ასაკში, თუ როგორ უნდა მართონ საკუთარი შემოსავალი და როგორ უნდა, ასე ვთქვათ, ჩამოაყალიბონ ის ფუნდამენტური ჩვევები და ქცევები. და ამიტომ გაჩნდა ეს იდეა, რომ ჩვენ უნდა შეგვექმნა, ასე ვთქვათ, მაქსიმალურად მარტივი და საინტერესო პროდუქტი, რათა ეს ცოდნის მოპოვების გზა მაქსიმალურად საინტერესო გავხატოთ. როგორია შენთვის ფულთან ურთიერთობა და როდის მიხვდი, რომ ფსიქოლოგიურ მხარეს მნიშვნელობა აქვს? ზოგადად ყოველთვის ფიქრობდი, რომ ასე ვთქვათ, საკმაოდ კარგად მართავ ჩემს ფულს და არ ვფლანგავ, ასე ვთქვათ, მაგრამ მოვიდა ისეთი პერიოდი, რომ ვიგრძენი, რომ ჩემი ფულის დახარშვა კონკრეტულ მომენტებში დაკავშირებული არის ჩემს კონკრეტულ ემოციურ მდგომარეობასთან. ეს შეიძლება იყოს შიში, ან უფრო ხშირად სტრესი და ასე შემდეგ. და ხშირად მე და ყველა ახალგაზრდა, მე მგონი ახალგაზრდების უმეტესობა ვინაზღაურებთ რაღაც კონკრეტულ რთულ პერიოდს, ეს შეიძლება იყოს რთული კვირა, ან რაღაც რთული გამოცდის ჩაბარება და ასე შემდეგ და ზუსტად მაგ მომენტში, ასე ვთქვათ, შემისვალა ჩემი დამოკიდებულება ფულთან მიმართებით და გადავწყვიტე, რომ და ზოგადად ლიტერატურაც მაგაზე გვეუბნება, რომ ფულის მართვა მათემატიკას კი არ უკავშირდება, არამედ დაკავშირებულია უფრო ემოციების მართვასთან. ხო, ეხლა ჩაგეკითხები ეს რაღაცას, როდესაც დაიწყე ამ დღიურზე მუშაობა და შექმნა. ზოგადად როდესაც რაღაცას ვქმნით, ხო? ანუ ხო ვფიქრობთ პირველ რიგში იმას, რომ ღირს ამის გაკეთება ან არ ღირს და საკუთარი თავის მიმართ ვართ კრიტიკულები, ხო? რა, ანუ რაღაცას თუ შევქმნით, გვინდა რომ იყოს გამოსადეგი, მით უმეტეს, როდესაც სხვა ადამიანებს ვთავაზობთ და ანუ ჩვენ ვქმნით, იმიტომ რომ მათ გამოიყენონ კონკრეტული მიზნისთვის. როგორ ფიქრობ შენ
მიაღწია მაგ მიზანს, ანუ რაც ჩანაფიქრი გქონდა, რომ აი მოდი მე შევქმნი პროდუქტს, რასაც გამოიყენებენ სხვები და დაეხმარება ამ ადამიანებს რაღაც მიზნის მიღწევაში. ზოგადად მიზნის მიღწევის ჩვენთვის ყველაზე მთავარი კრიტერიუმი არის უკავშირი ჩემი მოხმარებლისგან, რომელიც საკმაოდ ხშირად ვიღებ იმ მოზარდებისგან, რომლებიც უკვე იყენებენ ამ დღიურს და ყველაზე მთავარი აქცენტი, რაზეც კეთდება, ეს არის ის ფაქტორი, რომ უპირატესობა ამ დღიურის რაც არის მათთვის, ეს არის ის, რომ მათ ოცნებებს უკავშირდება და საშუალებას მისცემს მათ, რომ არა მხოლოდ რაღაც ფინანსური მიზნები ზოგადად ჩამოაყალიბონ, არამედ ისინი დაუკავშირონ საკუთარ ოცნებებს და სურვილებს და ვთვლი, რომ ეს ის იყო, რისი მიღწევაც მე მინდოდა. ნუ სტარტაპების წამოწყება, მით უმეტეს წიგნის და ანუ რაიმე ფიზიკური ნივთის რაც უნდა დაიბეჭდოს ან შეიქმნას არის გარკვეულ რესურსებთან დაკავშირებული ხარ და შენ როგორც სტუდენტს გაგიჭირდა ამ რესურსების მობილიზება, ან თუ ყავდა სპონსორები, ან ვინმე დამხმარე ადამიანები, რომლებიც გარკვეულწილად დაგეხმარნენ, რომ შენი სტარტაპი გექცია რეალობად. პროდუქტი შექმნილი არის ერთ-ერთ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებული და მხარდაჭერილი არის გერმანიის სამინისტროსა და საქართველოში SOS ბავშვთა სოფლის მიერ და მის ბიზნეს ოპერაციები თავიდან ბოლომდე არის დაფინანსებული აი ამ პროექტის ფარგლებში და ზოგადად თუ როგორ შეგვიძლია მსგავსი რესურსების მოპოვება, ჩემი პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ესე კონკრეტულად რთულია მოძიება და საჭიროა უბრალოდ ყველანაირი შესაძლებლობის მოპოვება და დაჭერა, ესე ვთქვათ. და როგორც გავაკეთე მე სტუდენტების პერიოდში ყოველთვის ვცდილობდი, რომ მონაწილეობა მიმეღო ყველა პროექტში, ყველა აქტივობაში, რაც კი გზაზე დამხდებოდა და რა თქმა უნდა, ისეთები, რომლებიც რეალურ სარგებელს მომიტანდნენ, თუნდაც ცოდნის კუთხით და ესე მოხდა, რომ მოვხდი აი ამ პროექტში და შედეგად ეს პროექტი შეიქმნა. რა ტექნიკებს გამოარჩევებდი შენი დღიურიდან, როგორც ვიცი რაღაც გარკვეული ტექნიკები ამ დღიურში, რომელიც ახალგაზრდებს ეხმარება მიზნის მიღწევაში. კი, ზოგადად დღიურში აქცენტი არის გაკეთებული კონკრეტულ გაზომვა და ასე ვთქვათ სპეციფიკურ მიზნების ჩამოყალიბებაზე. აი ბიზნესში ძალიან ხშირად საუბრობთ smart მიზნებზე და ეს მეთოდი ძალიან კარგად მუშაობს ასევე პირად მიზნებზე და განსაკუთრებით, როდესაც საქმე შეეხება ფინანსურ, ასე ვთქვათ, მხარდაჭერას. ასევე ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, ტექნიკა არის, რომ უნდა ჩამოვწეროთ ყველანაირი ხარჯი თავიდან ბოლომდე, რათა, ასე ვთქვათ, თავისუფალი ადგილი არ დაგვრჩეს ჩვენი, ასე ვთქვათ, იმპულსური ხარჯვებისთვის. ეს შეიძლება იყოს, არ ვიცი, თუნდაც ყოველდღიური დანაზოგი 10 ლარის ან 20 ლარის ფარგლებში, მაგრამ ეს უნდა გახდეს ჩვევა და შეიძლება დაიწყებოდეს ყველაზე მცირედითაც. ასევე საკმაოდ კარგი ტექნიკა არის, ეს არის ვიზუალიზაციის ტექნიკა, როდესაც ჩვენ სანამ ჩვენს მიზანს მივაღწევთ, თავიდანვე ვაკეთებთ მის ვიზუალიზაციას, ვაღწერთ ყველა დეტალი და ემოცია იმ დროს, როდესაც მიღწეული იქნება ჩვენი მიზანი და ამ მეთოდით, ასე ვთქვათ, ჩვენ საკუთარ ტვინს შეგვიძლია რომ დავაჯეროთ, რომ ეს რეალურია და მართლა აქვს შესაძლებლობა, რომ რეალობად გადავაქციოთ. ხო, აი რამდენჯერმე ახსენე უკვე იმპულსური ხარჯვა და მაინტერესებს შენი აზრით, ძირითად შემთხვევაში რა დგას იმპულსური ხარჯვის უკან? როგორც უკვე აღნიშნე, ჩემს პირადი გამოცდილებიდანაც, იმპულსური ხარჯვის უკან ძირითადად რამდენიმე ფაქტორი დგას. ეს შეიძლება იყოს პირველ რიგში სტრესი, როდესაც ვცდილობთ, რომ აი ამ სტრესულ მდგომარეობიდან როგორმე გამოვიდეთ და ეს შეიძლება იყოს რაღაც ფუფუნების საგნის შეძენა, რომელიც რაღაც მომენტალურად, ასე ვთქვათ, სიამოვნებას გვანიჭებს. მეორე, რაც საქართველოში საკმაოდ, ასე ვთქვათ, გავრცელებული არის, ეს არის
სოციალური გავლენა, როდესაც ვხედავთ ან სოციალურ მედიაში ვხედავთ მაგალითად რაღაც ტრენდულ ნივთს, რომელიც აქვს მაგალითად ჩვენს მეგობარს და და აუცილებლად ჩნდება ასე ვთქვათ სურვილი, რომ ჩვენც გვინდა რომ ამ ნივთი შევიძინოთ და გქონდეს. ხო, ძირითადად ეს ფაქტორები არის იმპულსური. რადგან შენი დღიური შეეხება ფინანსურ წიგნიერებას, რა თქმა უნდა, იქნება ინფორმაცია ამ შესახებ, რომ როგორ გავაკეთოთ დანაზოგი, ხო? და როგორ ფიქრობ, დანაზოგის გაკეთებას აქვს აზრი იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად ახალგაზრდის შემოსავალი არის მცირე? კი, აუცილებელია და ჩემი აზრით ყველაზე მთავარიც არის ეგ, რომ დანაზოგის გაკეთება უნდა დავიწყოთ ყველაზე მცირედით, იმიტომ რომ ფინანსური ჩვევა გავარჯიშება უნდა, როგორც გავარჯიშება უნდა კუნძ, ხო? და ამიტომ ჩვენ უნდა თავისთავად პირველად ვიწყებთ დანაზოგის გაკეთებას, თუნდაც 5 ლარის ან 10 ლარის დანაზოგის გაკეთებას აზრი აქვს და მაგან ძალიან დიდ სარგებელს მოგვიტანს 5 წლის შემდეგ და რა თქმა უნდა უკეთესია ვიდრე აი მაგალითად დავიწყოთ 5 წლის შემდეგ რომ დავიწყოთ დანაზოგის გაკეთება ნულიდან. ბოლოსკენ მაინტერესებს როგორ ახერხებ სტუდენტობის და სტარტაპის მართვის ბალანსს, იმიტომ რომ როდესაც შექმნის სტარტაპს, პროდუქტის შექმნის და გამოშვების შემდეგ არ აღთავრდება ხო ამ სტარტაპზე მუშაობა, პერიოდულად გიწევს რომ განაახლო რაღაც სიახლეები და ცვლილებები შეიტანო ამ სტარტაპში და ასევე მუდმივად უნდა განავითარო, რადგან მომხმარებელი იყოს კმაყოფილი და ყოველთვის დაინტერესება შეინარჩუნოს ამ სტარტაპმა და ანუ როგორ ახერხებ იმას, რომ დააბალანსო სტარტაპის მართვა, შენი პირადი ცხოვრება, მეგობრები, ოჯახი ამ შემდეგ და სწავლა და კარიერის შექმნა. ზოგადად იდეალური ბალანსი რა თქმა უნდა არ არსებობს, იმიტომ რომ პერიოდულად გვიწევს პრიორიტეტების დაყენება და აქ ძალიან გვეხმარება დროის მენეჯმენტის ფაქტორი და უნდა ვიცოდეთ კარგად ჩვენი დროის მართვა. მე რა ტექნიკებსაც ვიყენებ, ზოგადად ჯერ უნდა დავიწყოთ საკუთარი თავის შესწავლით და უნდა განსაზღვროთ თუ დღის რომელ მონაკვეთში ვართ ყველაზე პროდუქტიულები, რაღაც რთული ამოცანების, ასე ვთქვათ, გასაკეთებლად და ესე უნდა დავაყენოთ პრიორიტეტები. ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა საკუთარ თავს მივცეთ დასვენების შანსი და აი როდესაც ჩვენს დღის განრისხს წერთ, მან 1 ან 2 საათი აუცილებლად უნდა იყოს დასვენებისთვის განყოფილი, იმიტომ რომ დაღლილობის გამო მაინც მაგ 2 საათის განმავლობაში ვერაფერს ვერ გავაკეთებ და ამიტომ უმჯობესია რომ არაფერზე არ ვიფიქროთ, რაღაც რთულ ამოცანებზე და მსგავს რაღაცებზე და უბრალოდ საკუთარ თავს დავუთმოთ დრო. ხო, და მაინც პერიოდულად მოგვიწევს, რომ ან სწავლა წინ წავუწიოთ, ან სამსახური, ან ჩვენი ბიზნესის ოპერაციები და ასე შემდეგ. და გეგმავ თუ არა, რომ გავაფართო შენი სტარტაპი რაიმე ახალ პლატფორმები რო დაიპყრო, მაგალითად გაციფრულობა და ასე შემდეგ, ან რაიმე დამატებითი მასალები გამოუშვა უკვე არსებული წიგნის შესახებ. დიახ, მიხარია იმის აღნიშნა, რომ ჩემი ფინანსური წიგნიერების დღიური კონკრეტულად მოზარდებისთვის არის განკუთვნილი ზრდასრულებიც საკმაოდ დაინტერესებული არიან ამ თემით და ვფიქრობ, რომ მომავალში მათთვისაც შევქმნი კონკრეტულად უფრო ასე ვთქვათ კომპლექსურ თემებზე აწყობილი პროდუქტი. ეს შეიძლება იყოს ან ისე ფიზიკური დღიური, ან და ციფრული ან აპლიკაცია, ან ვებსაიტი. და ჩემი ასე ვთქვათ სტარტაპის დიდი მიზანი არის, რომ სკოლებში შევიტანო ეს ამ თემის შესწავლა, რათა უფრო სიღრმისეულად მოხდეს მოზარდებში და უფრო მოზარდებში ამ თემის, ასე ვთქვათ, განხილვა და უფრო კონკრეტული ნაბიჯები რო გადავდგათ უფრო მასშტაბურ დონეზე. კი ბატონო, მაგრამ აი ნახე ესეთი თემა წამოვიჯრა წინ, რომ სკოლებში გვინდა შევიტანოთ, ხო? შესაბამისი კომპეტენცია თუ გაქვს, ან განათლების მხრივ, ან სამუშაო გამოცდილების მხრივ, რომ მაგალითად
სკოლის მოსწავლეების, ანუ როგორც არასრულწლოვანების ფსიქიკა არის ბევრად უფრო ფაქიზი, როგორც ამბობენ და მათთვის რაღაცა პროდუქტის შეთავაზება მით უმეტეს ფინანსური წიგნიერების დღიური შეთავაზება გარკვეულ კომპეტენციასთან უნდა იყოს დაკავშირებული, ხო? და შენ თვლი, რომ ხარ მაგისთვის მზად? როდესაც რაღაც პროდუქტზე მუშაობ, ჩვენთვის რა თქმა უნდა პრიორიტეტული არის განსაკუთრებით მოზარდების უსაფრთხოება და ზუსტად ამ ფინანსური წიგნიერების დღიური შემუშავებაში ჩართული იყოს სპეციალისტების ჯგუფი და მათ შორის ფსიქოლოგებიც და მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ უსაფრთხო იყოს კონტენტი მათთვის და მათი მოზარდების ფსიქიკისთვის და მომავალშიც გრძელვადიან გეგმებშიც, რა თქმა უნდა, ჩართული იქნება სპეციალისტების ჯგუფი და არაფერი არ კეთდება ერთი ადამიანის ჩართულობით და ინიციატივით და სჭირდება პროფესიონალების ჯგუფი. მადლობა. ძალიან საინტერესო სტარტაპი იყო. ჩვენი ეპიზოდს ვფიქრობ, რომ შესაბამისად საინტერესო გამოვიდა და თუ გაქვს არხები, სადაც დაგიკავშირდებიან დაინტერესებული ადამიანები, რომ მოგმართონ, ან წიგნი შეიძინონ, ან უბრალოდ გაიცნონ შენ წიგნს სიღრმისეულად, სადაც აუხსნი უფრო დეტალურად ამ წიგნის შესახებ ინფორმაციას. თუ გაქვს ამ სოციალური არხები და დიახ, ჩვენი კომუნიკაციის ძირითადი წყარო არის სოციალური არხები და გაყიდვებსაც ამ არხებით ვმართავ და საკმაოდ დეტალური ინფორმაცია არის მოცემული ჩვენს გვერდებზე. მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი. და მადლობა ასევე მინდა გადაუხადო ილზიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია UNILABS, რომელიც არის ჩვენი მხარდამჭერი და უზრუნველყოფს UNI-პოდკასტს გადასაღები ტექნიკით და გადასაღების სცენით. პირიქით, მადლობა თქვენ, რომ ამ თემით დაინტერესდით.